ჩარჩოს გენერირება. დავაწყაბოთ აი აბას გამოდის ბადეების გარდა კიდევ 4 ვარიანტი ჩარჩო, როსტვერკი, კოჭკედელი და ფინა. ჩვენ ვიდა პირველივე ჩარჩო. ეხა აქ რა თანმიმდევრობას წერთ? კი ბატონო 6 მეორდება ერთხელო. 5 ორჯერ. 5 მეორდება ორჯელო. ერე 6 ერთხელ. 6 ერთხელ. 4.5 არის ერთხელ და 3.3 სამჯერ. გაიგეთ ეს რასაც ნიშნავს ეს ჩატარება. ეს კი, აქამდე კარგად მივედით. ეხლა ჩამაგრება როგორი აქვს? ბარემ რო გავაკეთე. ხისტი. ხისტი. რას ნიშნავს ხისტი ჩამაგრება? მოუნიშნეთ ეს ყველაფერი ქვემოთ. შევედით ჩამაგრებებში და მივეცით ყველა. ნუ ეს უბრალოდ გამოვურთეთ ეს არ ეხება ამას, რაღაც ეს არის. და პლუს მიცევთ თქვენთან ალამს მიცევთ და გააკეთეთ. ხო? გამარჯობა. ეხლა უნდა შევქმნათ სიხისტეები, ხო? თქვენ იცით ეს საკითხი. აი ხა დავიწყებ ტოქსნი და მოусმინეთ. კონსტრუქციაზე ხარ თუ ავტოკადზე? ჩვენთან. ხო. მოდი ისე დააყენეთ რომ კაცმა შეხედო, ნახო გვაქვს დატვირთვებში გათვალისწინებული. ამიტომ თუ სიხისტე არ შევქმენით პირველ რიგში, ისე დატვირთვებს ვერ მივცეთ, საკუთარ წონას ვერ მოვდეთ. ამიტომ უნდა შევქმნათ სიხისტეები ესე იგი, სიხისტეები. სიხისტეებს რა ხავქმნით, ბარემ მასალის მახასიათებლებიც მივცეთ, ერთი და იგივე პანჯარაშია. მაგრამ მანამდე წინასწარ განუსაზღვროთ კონსტრუირების ვარიანტი. ჩვენ ხო კონსტრუირებას უნდა გავაკეთებთ, ან დაარმირება ხო უნდა გავაკეთებინოთ რა. ანუ შევდივართ აი აქ ვირჩევთ კონსტრუირების ვარიანტს. იქ ცოტა სხვანაირად არის. ჩამოსაშლელია იმ ვარიანტში. ჩამოშლით აიღებთ RCU-ს, აი აქ ჩამოშლით და ნორმას აიღებთ DST-ს და იქ პირდაპირ ალამით გადის თქვენთან. აქ არ გადის, აქ ნახეთ, აქ უნდა შევიდეთ დამატებით და მივცეთ ეს ალამი და მერე მიიღებს ამ ალამს. მანამდე არ მიიღებთ. ანუ ავირჩიეთ RCU. ეხლა უკვე შევქმნათ სიხისტეები. შევიდეთ სიხისტეებში და დავამატოთ პირველი ღეროვანი ელემენტი. ხო. ესე იგი 3E6 ვიღებთ ეს პუასონის კოეფიციენტი ჩაწერა, რაც არის თვითონ. შემდეგ 40 2.75, ხო? და აქ დავუწეროთ ამას სვეტია. ხო. შემდეგ კიდევ ერთი B ისევ 40, H იქნება 50. დანარჩენი იგივე დარჩება ეს ყველაფერი. ახალ ვერსიაში პირდაპირ ამ მოკრაც იგივე რჩება. გველში არ ამოვახეთ და ხელთავიდან ჩაუწევთ. ეს იქნება რიგელი. ეს პირველი და ბოლო. პირველი დრეკადობის მოდულია, ბოლო არის მოცულობითი ზონა, კინაბეტონის. რა? ეს ახლა თუ უნდა ნახო კარგად ყოფილა. სად უნდა ნახო და კონსტრუქციებში. ხო გაიარეთ? კარგით. გადავიდეთ ჟებეს ნაწილზე. ანუ უნდა შეურჩიოთ ტიპები და მასალის მახასიათებლები. პირველი ტიპი ერთი წამით რა. აი აქ გამოდის ესეთი ცხრილი და თქვენთან გამოდის სხვანაირი ცხრილი. ხო, გამოდის პირდაპირ ცხრილი. ნახეთ, აქ 4 განყოფილება არის. პირველი არის ღეროვანი ელემენტებისთვის, აწერია აგერზე. ტიპიო ღეროვანი ელემენტებისთვისო. მეორე არის ტიპი ბრტყელი ელემენტებისთვის, მესამე ბეტონი და არმატურა. ჩვენ ბრტყელი ელემენტი აქ არაფერი არ აქვს, იმიტომ ღეროები გვაქვს სულ. ამიტომ პირველ განყოფილებაში შევიდეთ, დავაწყობოთ და გაჩნდება ერთი ესა, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ ორი ტიპის ღეროვანი ელემენტი გვაქვს, სვეტი და რიგელი, ხო? ამას ცალ-ცალკე უნდა შევურჩიოთ ტიპები. რომლისთვის ვარჩევთ? სვეტისთვის თქვათ. დავაკომენტაროთ სვეტი თქვათ ეს. აი აქ რა არის ესა?
ავირჩიოთ კოლონარია დავაე. შემდეგ არმირება სიმეტრიული, არასიმეტრიული და სიმეტრიული და არასიმეტრიული ერთდროულად. სვეტისთვის ვიღებთ ყოველთვის სიმეტრიულ არმირებას. ნუ ამას დავანებოთ თავი. შემდეგ ჩაურთოთ რომ გვიჩვენოს გაითვალისწინოს კონსტრუქციული მოთხოვნები. ძველ ვარიანტში პირიქით უნდა გამოურთო, რომ იქ არის არ გაითვალისწინო. შემდეგ გარდა ამისა, აქ აგვაქვს დამცავი შრეები. ავიღოთ დამცავი შრეები, თქვათ 4-ები. და გარდა ამისა, სვეტისთვის საანგარიშო სიგრძეები 0.7-ები. ჩავწეროთ. და ამით ნუ ეს პირველი ეს შევადგინეთ. ეხლა მეორე გვინდა, როგორ ჩავამატოთ მეორე? აქ არის, ნახეთ, პლუს დაუწერ, იქ როცა დგას ოღონდ კურსორი, იქ ჩაემატება კიდევ ერთი. იქ 0.7 რატომ მივთითეთ? სვეტის საანგარიშო სიგრძის კოეფიციენტია ეს. ეგეც კონსტრუქცია. ხო, ეხლა რიგელი. სამშენებლო მექანიკა წაიკითხეთ, კონსტრუქციები წაიკითხეთ და მაგ რაღაცებზე პასუხს გაგცევთ ისე. შემდეგ, ხო, რიგელს ბალკას ვირჩევთ აქ. თვითონ გვიწერს არასიმეტრიულზე და რეალურად ბალკას არასიმეტრიულზე ვარბირებთ ხოლმე. ამას არ ვეხებით, ამასაც ჩაურთავთ რომ გაითვალისწინოს კონსტრუქციული მოთხოვნები. აქაც შევიტანთ დამცავ შრეებს და აქ ნოლები წერია და ავტომატურად დავუტოვებთ ნოლებს, ხო? ხო. მეც არაფერს არ ვცვლით აქ. გადავედით ახლა ბეტონის, ანუ რადგანაც ბრტყელი ელემენტები არ აქვს, ფილები არ აქვს, გადავედით პირდაპირ ბეტონზე. ეხლა ბეტონში რას ვცვლით? ავიღოთ, ხო, ნუ არ ვიცი შეიძლება მიგი თვითონ B30 გამოიყენეთო. ნუ კაი, B25 ავიღოთ, მძიმე ბეტონი ავიღოთ და აქ ერთადერთი რაც არის, ვცვლით აი ამ კოეფიციენტს, ხო, 0.85-ს. всё, ესეც შევქმნით. ბეტონი ორივე ტიპისთვის, ანუ სვეტისთვისაც და რიგელისთვისაც ერთნაირი B25 იგივე იქნება. ამიტომ ცალ-ცალკე სვეტისთვის და ცალკე რიგელისთვის აღარ შევქმნით. თუ მაგ განსხვავებული თქვა, შეიძლება იყოს საძირკვლის სპილა გაქვთ, ხო? საძირკვლის სპილაში გქონდეს სხვა მარკის ბეტონი, მერე ზედა კონსტრუქციაში სხვა მარკის. მაშინ კიდევ დაამატებდით და იგივე მარკას შევქმნით ბეტონს, ხო? ახალ მარკას შევქმნით საძირკვლისთვის ან განსხვავებული ბეტონის ელემენტისთვის. არმატურა. ეხლა არმატურაც ერთი და იგივე კლასის არის ყველგან გამოყენებული, ამიტომ აქ არ ვქნი ერთს ვქნი ამასაც, რომელიც ორივე ამისთვის გამომადგება. ჩამოვშლი ამას A500C-ს ვიღებთ, ხო, 2.32-მდე, A500C 2.32-მდე, A240C დავტოვოთ ეს გლინულას. ეს არის. ეს კოეფიციენტები დავტოვოთ და ამით მოვრჩით ჩვენ. ეს ბოლო რა გავაკეთეთ კიდევ გამარჯვება. არაფერი დავაწყაბე უბრალოდ, მეტი არაფერი არ გავაკეთე. არა რას სეტინგები შეიძლება. აი ამის სეტინგებია, ნახეთ. არმატურის. ხო, აი მაგას აა, რატო შეცვალა? A500C. ტიჩკას. დავაწყაბეთ აქ და შეცვალა, ხედავ? აბა. ეხლა ამ ტიჩკას უნდა რომ შეგვინახოს ეს ყველაფერი, რაც გავაკეთეთ. გამოვედით. ეხლა ეს ყველაფერი რაც შევარჩიეთ, უნდა მივანიჭოთ, ხო? სვეტს თავისი, რიგელს თავისი. ავდგეთ და მოვნიშნოთ ჩვენ სვეტები. ანუ ჩავხდე მხოლოდ ორი ვერტიკალური ღერღობა და მთლიანი რომ მოვნიშნე, მარტო სვეტები მომინიშნე. ეხლა აქაც უნდა შესაბამის დავაყენო. მოდი გადავიდეთ ჯებეზე. აი, ორჯერ წკაპით, აი აქ ჩახტა სვეტების ეს. სიხისტებზე გადავიდეთ. გადმოვიდეთ ჯებეზე. ავირჩიოთ აქ ტიპი, ესა სვეტისთვის ტიპი, ეს ბეტონი და არმატურა ორივესთვის ერთი და იგივე, ამიტომ ამას შერჩევა აღარ უნდა, ხო, აქ აღარც გადავდივარ, რადგანაც ერთნაირი. მივცეთ ალამი და მიანიჭებს. ეხლა გადავიდეთ ისევე სიხისტეზე, შევარჩიოთ ამის სიხისტე, რიგელისა, მოვნიშნოთ რიგელი, დიახ, იქნება.
მოვნიშნოთ და ეს გააქტიურებული გვაქვს. გადავიდეთ ჟებეს ნაწილზე და აქაც მოვნიშნოთ ესა, ანუ მეორე ტიპი ჩააგვაქვს ბანკისთვის. ეს და ეს იგივე გვაქვს იმისთვისაც, ამიტომ უკვე მივანიჭოთ ესა. კი ბატონო, ანუ დაყოფა მოგთხოვა ეს რახანაც რიგელია, რამდენ საანგარიშო კვეთად დაგიყო. 5 ნაწილად გვთავაზობს, თუ გინდა მეტი მიუტიტეთ. იყოს 5 ნაწილი და всё, მორჩამით ეს. თუ მოგთხოვათ ეგრე მიეცეთ. ეხლა უკვე ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ დაპირთვების ნაწილზე და მოვდოთ დაპირთვები. მაგრამ ამისთვის შევქმნათ ჩვენ დაპირთვების ცხრილი. პირველი დაპირთვა ეს რა ტიპის დაპირთვა არის? მუდმივი გამოსაზღვროთ. შემდეგ დავამატოთ ერთი დაპირთვა, ჩამოვშალოთ და ეს იყოს ხანგრძლივი დროებითი ალამი. დავამატოთ კიდევ ერთი და ეს იყოს ხარი ალამი. დავამატოთ კიდევ ერთი დაპირთვა და ესეც იყოს ხარი ალამი. ეხლა გავააქტიუროთ პირველი გავხადოთ მიმდინარე და გადავიდეთ. ანუ აქ როცა პირველ დაპირთვას ვაძლევთ, პირველი უნდა იყოს მითითებული. ეხლა საკუთარი წონა როგორ მივცეთ? შევდივართ დაპირთვებში და აქ არის დაამატე საკუთარი წონა. გამოდის რა კოეფიციენტი ავიღო ამისთვის მუშაობის პირობისა საიმედოობის კოეფიციენტი დაპირთვების მიხედვით ქვია ამას. რადგანაც იქ 2.75 ავიღეთ, 2.5 გამრავლებულია 1 და 1 საიმედოობის კოეფიციენტი. ამიტომ აქ 1-ს შევუწევთ პირდაპირ და მივცევთ ალამს. მოსდო ეს თავისი საკუთარი წონა. ეხლა იგივე დაპირთვაში უნდა მოვსდოთ ჩვენ 6 ტონა მეტრზე რიგელებისთვის. ამიტომ მოვნიშნოთ მხოლოდ რიგელები. შევდივართ აი აქ დაპირთვებში, ვიღებთ რიგებს ღეროან ელემენტებზე დაპირთვას და ვიღებთ თანაბრად განაწილებულ დაპირთვას. ვიღებთ 6 ტონა მეტრს ალამი. გადავედით ეხლა მეორე დაპირთვაზე. ხო, პირველი მორჩით. ეხლა ისევ მოვნიშნეთ რიგელები, ისევ შევედით აქ და მივეცით 4 ტონა მეტრზე. ეხლა უნდა მოვდოთ მესამე დაპირთვა, გადავიდეთ მესამე დაპირთვაზე. ეხლა ეს ქარია კვანძებში, მოვნიშნეთ ეს კვანძი და ნახეთ გლობალური z-ის მიხედვით, გლობალური x-ის მიხედვით. აი ეს დაპირთვა, ხო, ეს დაპირთვა გვინდა. -1 ტონა. ნახეთ, მოსდო იქედან -1. შემდეგ -2 ტონა. ეს მარტივი ციფრები შეგირჩიეთ, ხო, არ იწვალოთ, თორე ესე ხო არ არის. -3 ტონა. და -4. -4. ეხლა აქ რა იქნება? 25-ზე უნდა და გავყოთ 100-ზე. -0.75 იქნება. ეს იქნება -1.5 იქნება. ხო. შემდეგ -2.25 იქნება. და ეს იქნება -3. იქნება ეს? ეხლა მეოთხე დაპირთვაზე გადავიდეთ. იგივე იქნება. ანუ აქედან სადაც 1 მოქმედებს, იქედან 25%-ით შემცირებული მოქმედებს. ეხლა აქედან რა იქნება? იგივე ოღონდ აქ მინუსის გარეშე იქნება 1. ანუ აქედან მინუსის გარეშე. 2. შემდეგ 3. 4. მინუსი არაფერ შუაში. 0.75. 1.5. 2.25. და 3. ამით დაპირთვები მოვჭით. ეხლა რა გავხდეთ ჩვენ? შევიდეთ, ნახეთ ჩვენ ხო ავირჩიეთ RSU
კონსტრუირების ვარიანტი. მაგრამ ეხლა უნდა შევიდეთ თვითონ ამ RSU-ში. RSU-ს ცხრილი უნდა გავუაქტივოთ. ხო, როდის როცა უნდა აქტიუროს. ხო, ნახეთ, აი აქ ხედავთ, არ არის ეს ცხრილი შედგენილი. ანუ ეხლა ჩვენ რა უნდა ვქნათ? მოვნიშნოთ პირველი დატვირთვა. პირველი დატვირთვა რა არისო? მუდმივი, ხო? მივცეთ ალამი, ხედავთ, ჩაწერა ეს. მეორე დატვირთვა. ანუ ეს კოეფიციენტები რაც აქ არის, აქ უნდა ჩამოიტანოს ცხრილი რო შეადგინოს. გადავიდა მეორე დატვირთვაზე. ესეც მივეცით. გადავიდა მესამე დატვირთვაზე. აქ ურთიერთგამოურიცხავი დატვირთვებში ერთი უნდა დავიწეროთ მესამეს და მეოთხეს. რატომ? ქარი ან მარჯვნიდან მოდის, ან მარცხნიდან. ამიტომ ერთდროულად ვერ მოვა და ერთმანეთთან არ გაითვალისწინოს დამსვლა. მივცეთ ალამი. გადავიდეთ მეოთხეს, ამასაც ჩაუწეროთ ერთი და მივცეთ ალამი. აი ეს საერთო ამ ალამით დავაფიქსიროთ, რომ მივეცით ეს ყველაფერი. შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვნახოთ ეს ცხრილი, რომ არის ჩაწერილი ეს ცხრილი, თუ გააქტიურებული არ არის, ბრთალად თუ არა. ჩათვალეთ, რომ არ გააქტიურებული. იმას სადღაც დავაჭიროთ, რომ ზედმეტი ისინი წაგვიშალოს. Fotos ejdexi? არ ჩვენ ხო რაღაცას რომ თიჭკავთ ხოლმე, რომ ზედმეტი კონსტრუქციები წაგვიშალოს და ეს ორი წერტილი. ხო, ბოლოს გაშვების წინ მივცეთ უპაკოვკა, აი აქ არის ეს უპაკოვკა. აქ არის თავისუფალი კვანძებიო, ჩავორთოთ წაშალი თავისუფალი კვანძებიო. მივცეთ ალამი, ჩავხუროთ ესა და გავუშვათ ამოცანა შესრულებას. გაირბინა უეცრად ყველაფერი. ანალიზში თუ გადახვალთ, მიიღებთ დეფორმაციულ სურათს, თუ დატვირთვას შეუძლეთ, მიიღებთ მეორე დეფორმაციულ, მესამეთი ქარი იქედან რო უგერავს, მეოთხეთი პირიქით იქეთ წავა, ქარი იქედან რო უგერავს. ეხლა თუ გადახვალთ ჯებეზე სიმეტრიულ არმირებას თუ ჩაურთავთ, ნახავთ რომ აი ესეთი არმირებას მოგცევთ, შეგიძლიათ ჩაურთოთ ესა და დააწეროთ კიდევაც რამდენ კვადრატს გაძლევთ, რამდენ პროცენტს გაძლევთ უფრო სწორედ. თუ კვადრატულობა გაინტერესებს, მაშინ აი ესე აჯამავთ სვეტისთვის. მას ანუ მაქსიმალური 25.6 სანტიმეტრი კვადრატი არის. ხო? ეხლა რიგელი თუ გაინტერესებს, გადახვალთ არასიმეტრიულ არმირებაზე. ნახეთ, ჯამის ნაცვლად თქვათ, ჩაუწერთ ამას და ფედაშრეს აჯამავთ. აი აქ როგორ არის, ნახეთ, ქვედა მარცხენა კუთხე, ქვედა შუა ნაწილი და ქვედა მარჯვენა კუთხე. აი ამ სამივეს რო ჩავურთავთ, ქვედაშრეში მთლიან ფარც გამოვიტანთ, რასაც ვიყო. გინდა ზედაშრე, მაშინ ზედაშრეს აჯამავთ. ნუ როგორც უნდა იძლეოდეს, ისე იძლევა საყრდენებთან. აი ეს გააკეთეთ